ყურადღებობის 91 დღე. ეს წერა ბათუმში მთავრობის წინ გაშლილ კადრებს აწერია. წარკიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები დღემდე პროტესტს გამოთქვამენ ამ ფორმით. თუმცა ნაწილი შესახდა ურეხის ბავშვთა სახლში, მაგრამ მათთვის კარები დღემდე შეკეტილია და მათ უწევთ დერეფნებში იატაკზე წოლა და იქ ცხოვრება. მოგესალმებით, მე ვარ სალომე ფუტკარაძე, ამ გადაცემის წამყვანი. ეს არის გადაცემა შეუზღუდავის სივრცე. ეს პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიული მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია. დღევანდელი გადაცემის თემაა ეკომიგრანტები და მათი პრობლემები. დღეს ჩვენ გადაცემის სტუმრები არიან წარკიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტი ბატონი მევლუდ ვაშაყმაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სწორთა და გასახლების დეპარტამენტის უფროსი ბადრი კობალაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია ბურჯღალოს აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ციალა ქათამაძე. აგრეთვე ჩვენს მაყურებელს მიმართავ, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პირდაპირ ეთერში გამოგვიგზავნოთ შეკითხვები, რა თქვენ გაწუხებთ ამ ადამიანებთან და გინდათ რომ დაუსვათ, შეგიძლიათ შეკითხვები მოგწეროთ Facebook-ის მისამართზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან Skype-ზე press-cafe Batumi. პირველ შეკითხვას ბატონ მეულუდს დაუსვამ. ბატონ მეულუდ, 91 დღეა შიმშილობთ თავრობის წინ და რამე შეიცვალა ამ დროის განმავლობაში? მოგესალმებით, მე ვსალმები მაყურებლებს. ჩვენ შიმშილობას თუ დავასრულებთ, შიმშილობა ოფიციალურად მოდა 9 დღე თავრობის სახლის წინ, მაგრამ თუმცა მართლაც შიმშილობ ჩვენ ძალიან შეზღუდული გვაქვს, იმიტომ რომ არ გაგვაჩნია არაფერი და ეს 91 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რა ვიცი ეს თვითნებურად ძალით იყო თუ რაღაცა გავაკეთეთ ის რომ გადავინაცვლეთ იქ უპატრონო ბავშვთა სახლში. ხოლო ვართ იქ ფოიაში წევართ მეტლახზე, პოლიცია გვაძრას თავზე და ოთახებში არ გვიშვებს, დაგეტილია ოთახები. ამის მეტი არაფერი არ შეცვლილა. ეს არის ეს. ამჟამად ურეხის ბავშვთა სახლში ცხოვრობთ. დიახ, უმეტესობა იქ არის და ნაწილი ისევ აქ არავში არის, იმიტომ რომ იქ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ყველა მოვთავსებთ და ნაწილი აქ არის და ასეთ გაუსაზრდელ მდგომარეობაში ვართ უკვე 3 თვე. თქვენი ოჯახის წევრების შესახებ მოგითხრათ, რამდენი ხარ? დიახ, მე პირადად ჩემი ოჯახის წევრების შესახებ მოგახსენებთ, რომ მე უსროსი შვილი მყავდა ზრდაში, თავისი მეუღლით და 2 პატარა ბავშვით, ცხოვრობდით ბერძენის სახლში რამდენიმე წელი. ამ ბოლო ხანებში მოხდა ის, რომ ჩვენ გამოგვასახლეს, იმიტომ რომ ჩვენი არ იყო ეს სახლი და ეხლა დღეს ჩემი შვილი და შვილიშვილები უფროს ვაჟიშვილთან ზურგეთში არიან შეხიზნული. მე თვითონ აქ ვარ და ვეძებ თავშესაფარს. თუ რაიმეს მივაღწევ და იმედია რომ უნდა მივაღწიო, იმიტომ რომ ჩვენ მართალ ხალხი ვართ და გვიჭუხის და ალბათ გაითვალისწინებს მთავრობა ოდესღაც. ამ იმ წუთშივე ბავშვებს მე გადმოვიყვანი სადაც მოვიქნები. ეს არის პირადად ცხოვრების საკითხი. კარგი, ბატონო, წაგონებად თქვენთან მექნება, რა გააკეთა მთავრობა 91 დღის განმავლობაში? ამ პირდებით ამ ჩი მოგესალმებით. ეს პრობლემას. მოძებნოს იმიტომ რომ ძალიან ისეთი აქტუალური თემა და ძალიან ისეთი სიასაკითხია. ადამიანები ხალხი ჩაშერდნენ პრობლემებს და რაღაცები. თუმცა ყველას მოგესალმებით რომ იმ შეფეთრების მეთოდეს თავისთავად იყო სხვადასხვა საკითხების განხილვა, თუ როგორ და შემოგვიყვანს პრობლემებზე და რა უნდა გადაწყვეტს. თუმცა ეს დაწყებული პრობლემაა. თუმცა დღემდე ეს პრობლემა გადაუწყვეტილი რჩება. უნებრივია, როდესაც ორი მხარე ერთმანეთში რაღაც საკითხის გადაწყვეტას იხილავს, იქ თუ რაღაც კონსენსუსი არ შედგა, რაღაც შეფარდებაზე, რაღაც დათმობაზე, გარკვეულდათმობაზე, რომელი მხარე არ წავიდა, უნებრივია სნელი შეიძლება იმ შედერის მიღება, რაც ორი მხარე საინტერესო. ასე რომ მე ორ შემთხვევაში ახალს ვეღარს ვერ ვიტყოდი, იქიდან გამომდინარე, რომ რაც ითქვა და რაც შეთავაზებული იქნა, უნდა ისის ხალხობაციანობით იმედას, რომ როგორ და რა შეიძლება თქვა და პროგრამის თანდათანობით და ზოგიერად მომხმარება. ახლა დიდი ხანია მართლაც დამოვლია, დაბრუნდა ეს პროგრამა დიდი ხნის განმავლობაში, დიდი ხნიდან აქვს აღებული სათავე და აი ასე უცებ. მაგრამ მეორე არის ის, რომ ხალხი ეხლა მართლაც ქუჩაში და ძალიან ძლიერია და ერთი ის რომ ის პრობლემა გადაწყვეტ
მაგრამ კუჩაში არიან, დაემატა კიდე მეორე მოუგონებელი პრობლემა ხალხი საკუთარ ბავშვთა სახლში შეიძლება ასე რომ მე ვფიქრობ რომ თლიანობაში საერთო ერთიანი გადაწყვეტილებით თუ არ მოხდა შედეგთან მისვლა ძალიან დაბიჯდება რაღაც კონკრეტული შედეგები. ან კონკრეტულად რას თავაზობთ ამ ადამიანების პროტესტს გამოთქმულა დროის განმავლობაში? ავიდანვე ჩვენ ვფიქრობდით და წალვის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვთავაზობდა იმ ვარიანტს რომ ადგილზე დაბრუნების შემთხვევაში თუმცა ადამიანები აცხადებენ რომ დაბრუნებას აზრი არ აქვს იქიდან გამომდინარე ხალხი ჩამოდის და გვეუბნება და გვისალეთ სახლი და პრობლემები რჩება და პრობლემები რჩება იმ ხალხთან. მაგრამ წალვის მუნიციპალიტეტის გამგეობა თავზე აიღო ის რომ ყველანაირი გამოსახლების პროცესი შეჩერდებოდა იღებდა და ამაში მე თქვენ დამერწმუნებით რა თქმა უნდა რომ უბრალოდ რაღაც დროის განმავლობაში თანდათან პრობლემები გადაგვეცვალა. რამდენად თქვათ მოახერხებ იმას რომ ეს ხალხი მთლიანად ადგილზე დაბრუნდეს და ადგილიდან დაუწყო ყველაფრის გარკვევაც ჩემი ძლიერი საქმეა. Ქალაქის განვითარებაში იყო თქვენი ორგანიზაცია როგორც მიხანია მუშაობს ამ პრობლემაზე ან ეკომიგრანტების თემაზე და თქვენ როგორ შეაფასებდით 91 დღეს და თავრობის მხრიდან ეკომიგრანტების მხრიდან რაში თავაზებები იყო ამ მხრიდან ბატონ რას არ თანხმდებოდნენ და თქვენ ზოგადად როგორ შეაფასებდით ამ პროცესს? მოგესალმებით, თემით ინტერესდება ზოგადად ადამიანების პრობლემებით. ზოგადად ეკომიგრაციის სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემაა დაგროვილი წლების განმავლობაში, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულად წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ხდებოდა განსახლება აჭარიდან ეკომიგრანტების ნაწილი სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად იქნა განსახლებული, ნაწილი სხვადასხვა საჯარო მოხელეების დაპირებებით იქნა წასული წალკის მუნიციპალიტეტში, თუმცა წლების განმავლობაში მიუხედავად დაპირებებისა, ბერძენი მესაკუთრეებისგან არ ხდებოდა სახლების გამოსყიდვა, ანუ არ ხდებოდა ეკომიგრანტების სამსახურების გადაცემა და სადღაც 2018 წლის ზაფხულში უკვე სხვადასხვა მიზეზების გამო ბერძენმა მესაკუთრეებმა დაიწყეს პერმანენტულად ჩამოსვლა და ეკომიგრანტებს თხოვდნენ დაეცალათ საცხოვრებელი სახლები. 2012 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ჩვენი ორგანიზაციის მიერ არაერთი პეტიცია იქნა ალაკეთილი და გაგზავნილი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში დაწყებული საქართველოს პრეზიდენტთან დამთავრებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტით, რომ მოახდინა მთავრობას ადეკვატური რეაგირება იმ პრობლემებზე, რაც რეალურად იყო მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ბერძენი მესაკუთრეები ითხოვდნენ სახლების დაცვას, მაშინ როდესაც რეალურად ძალიან ბევრი ოჯახი რჩებოდა ღია ცის ქვეშ. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ არ მოხდა არანაირი განცხადების გაკეთება, არც სამუშაო ჯგუფის შექმნა და მივედით იმ შედეგამდე, რომ თითქმის 3 თვის წინ წალკაში ადამიანებმა გადაწყვეტენ, რომ მათი ადგილი აღარ იყო წალკის მუნიციპალიტეტში და გადაწყვეტეს უკან აჭარაში დაბრუნება, რათა აჭარის მთავრობისთვის ეთხოვათ დახმარება ცენტრალურ ხელისუფლებასთან გაეწიათ რეკომენდაცია თუ ლობირება მათი პრობლემის გადასაწყვეტად. ამ ადამიანების ჩამოსვლიდან თითქმის 1 თვის განმავლობაში საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ არ გაკეთებულა არანაირი განცხადება და ისინი არ იყვნენ დაინტერესებული თავდაპირველად ამ თემით, თუმცა შემდგომ ალბათ ბატონი მამუდაც მოხდა შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობასთან, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს. მართლაც იყო სამუშაო ჯგუფი წალკის მუნიციპალიტეტში ჩასული, რომელმაც დეტალურად შეისწავლეს ეს პრობლემები, რაც არსებობდა მიწებთან, სახლებთან და სხვა სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით. თუმცა ამ სამუშაო ჯგუფის შედეგები რეალურად მე პირადად დეტალური ანალიზი ამ პრობლემის და გადაწყვეტის გზები დღემდე არ მინახავს. არსებობს ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გამოაქვეყნა, იყო ის იმ 154 ოჯახის გადამოწმების შედეგები, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ. თუმცა რეალურად რა ბედიერის ამ ადამიანებს ოფიციალური პოზიცია მე ჯერ არ მინახავს და არ გაუკეთებია დევნილთა და განსახლების სამინისტროს
მსგავსი განცხადებოდა. პირველად არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ღია ციხეში არიან დარჩენილი და ძალიან ბევრი ადამიანი წავკიდან რეკავს, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ მათ მესაკუთრეებით ხოვენ სახლების დაცვას. ქაბადონცია, თქვენ როგორ მიგაჩნიათ ამ პრობლემის განზაჭერის გზები? როგორ რას თავაზობთ მთავრობას? ეს დამოკიდებულია იმ ფინანსურ რესურსებზე, რომელსაც გამოძებნის ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა. თუმცა ვფიქრობ, 2012 წლის ზაფხულიდან მოყოლებული საკმაოდ დრო იყო იმისთვის, რომ მთავრობას საქართველოს დემოკრატიული განსახლების სამინისტროს წარმოადგინა მათი გეგმა თუ როგორ აპირებენ ამ პრობლემის გადაწყვეტას. დღეს, როდესაც რეალურად ბიუჯეტში არსებობს არანაირი სახსრები ამ ადამიანებისთვის სახლების შეძენის თუ მიწების დაკანონების, ძალიან რთულია ეხლა ისაუბრო ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა თუ გადავალთ ზოგადად ეკონომიკაციის სფეროში არსებულ პრობლემებზე მის გადაწყვეტის მექანიზმებზე შემიძლია დეტალურად ვისაუბროთ, თუმცა ალბათ ვფიქრობ აუცილებელია რაც სარეზერვო ფონდებიდან უხდეს თანხების მოძიება, დროებითი თავშესაფრით მაინც ამ ადამიანების დაკმაყოფილება და შემდგომ უკვე დეტალური შესწავლა პრობლემებს და გადაწყვეტის გზების დასახვა თორემ მხოლოდ შესწავლით ვფიქრობ ვერ გადაწყდება რეალურად ეს პრობლემა. პირველ რიგში აუცილებელია იმ ოჯახების დეტალური შესწავლა და ანალიზი, რომლებიც წალკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, რა რესურსი აქვს ზოგადად სახელმწიფოს მიწებთან დაკავშირებით, თავისუფალი მიწები არსებობს თუ არა, მოხდება თუ არა ამ ადამიანების დაკმაყოფილება და შემდგომ უკვე სახლების შესყიდვის ფინანსური რესურსის მოძიება. თუმცა მხოლოდ შესწავლა მოხდა ამ ეტაპზე ადგილზე სიტუაციის და გადაწყვეტის გზებზე. პრინციპში ჩვენ რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად კარგია თუ ცუდია მთავრობის მიერ შემოთავაზებული წინადადებები, ამას ვერ ვისაუბროთ, იმიტომ რომ რეალურად ეს წინადადებები არ არსებობს ჯერჯერობით. კარგად, ბატონო, თქვენ რომ გითხრათ, მოგიყვეთ თქვენი ისტორია, როდის გადასახლდით, იქ რა ფაქტ იყავით, რა ფაქტზე ცხოვრობდით, რატომ გადმოვიწევთ უკან დაბრუნება, ამის შესახებ რომ მოგახსენებთ. და ეს დიდი ისტორია, მაგრამ შევეცდები როგორმე მოკლედ ავსახო ის რაც მოხდა. მე პირადად ცხოვრობდი გურიის რეგიონში ჩასახლებული ვარ ადრე აჭარის რეგიონიდან და ცხოვრობდი გურიაში. იმ პრობლემებმაც 90-იან წლებში საქართველოში იჩინა თავი, შემდგომაც იყო გავლენა და აღმოჩნდა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი და ერთი სახლი მქონდა და დავტოვე იქ. ერთი ვაჟიშვილი თავისი მეუღლით და ოჯახით და მეორე ვაჟიშვილი წავიყვანე წალკაში, როგორც ეხლა ამბობენ თვითნებურად ეს ასე არ ყოფილა, ეს არის ტყუილი. მე ყველანაირი დოკუმენტაცია გავაჩინია იმისა, რომ მთავრობის მოწოდებით, პროგრამით, უშუალოდ გეგმული ჩასახლების მიზნით მე პირადად გამაჩნია გურიის რეგიონის იმდროინდელი გუბერნიის მიმართვა ქვემო ქართლის გუბერნიის რეგიონის მთავრობასთან. რომ 20 ოჯახი, რომელიც ჩვენ მიგუმართა, რომ იქ უნდა ჩასახლებულიყავით და მთავრობის პროგრამით დაკმაყოფილებული ვიყავით, აი იმის დოკუმენტი მე დღეს გამაჩნია და უბრალოდ არ წამოვიდე და არც გამომიჩენია არცად, იმიტომ რომ ეს არაფერს არ ნიშნავს საუბარი იმისა, რომ თვითნებურად ეს ჩასახდა, ის ჩასახდა. თავარიათი ერთი რა. იქ იყო ნამდვილად სახელმწიფოებრივი ნება და სახელმწიფოებრივი ისა რა ხედვა, რომ იქ უნდა ჩასახლებულიყო ქართული მოსახლეობა იმ რეგიონში, ვინაიდან იქ ქართული სული არ არსებობდა. მოვყევი მე ამ საკითხთან დაკავშირებით მეც და წავედი მეც როგორც წავიდა ის 204-დან 3000 ოჯახამდე. წავედი, ჩავედი იქ და ის დაპირებები რაც იყო, ის ეკომიგრანტის სტატუსი, რომელიც ჩვენ უნდა გვექცემოდა, არც მიმეცედა, არც არავის არ მიეცა, მაგრამ ის ეროზიის კალანდები, რომლებიც ესე იგი ფორმალურად დაანაწილეს და სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა, ეს просто იყო იმისათვის, რომ ეს საბაბი იყო, რომ თითქოს ამიტომ მიდიოდა ხალხი, ისეთი ეკომიგრანტის ზაბთი მეც გამაჩნია, დღესაც ამ თვეში აქვე გამაჩნია, მაგრამ ახალ მომიჯდა და მაგას მე არც ვიშველი. თავად ის არის, რომ სახელმწიფოს ჭირდებოდა იქ ხალხი, ქართული სული, რომელიც ჩვენ ჩავდეთ იმ რაიონს. ამას ვერავინ ვერ ვარყავს. ამის მომსწრე ხალხი არსებობენ იმ პერიოდისათვის, ვინც მუშაობდა აჭარის რეგიონში, ბატონი ლომიძე თამაზი იყო და ის კაცი ცოცხალია და აქ არის და ამბობს და მე მისი მჯერა, რომ მან ის თავრობა ხალხს მოუხმობდა და მოუწოდებდა, რომ ჩავსახლებულიყავით იქა. იქ დიდი ზარზიანის არავინ არ შესულა, ეს არის ალპური ზონა 1600 მეტრის სიმაღლით, ხანგრძლივი ზამთრით, ცივი ზამთრით.
მაგრამ ჩვენ როგორც მემთაბარე ხალხი და მთის ხალხი იმ პერიოდისათვის ჩავთვალეთ ვისაც რომ წავსულიყავით ჩვენი ცხოვრება საკმაოდ გაუმჯობესებულიყო და სახელმწიფო ინტერესიც გამოუწვეულიყო ჩვენს. ეს გაკეთდა ყველანაირად. მაგრამ იმის შემდეგ ყურადღება არ მიექცა ხალხს რომ ხალხი დაფუძნებულიყო. კერძოდ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა არ მოხდა. 2005 წელს ოჯახიდან 350 ოჯახის საცხოვრებელი ბინა არის აჭარელ მოსახლეობაზე და ასევე არის რაღაცა 200 ოჯახი ეს არის სვანი და ჭისხანისგან შემოსახლებული ხალხი. სულ 550 ოჯახი არის შესყიდული, ისიც ნახევარული ხალხმა გადაიხადა. მე მას მითხრობ ვამბობ რომ ასა მამალი მოსულიანი და ამბობ თქვენ თვითმფრინავად წახვედით იქ. თქვენ რატომ უნდა დაგეხმაროს თავობა? როგორ გეტყვი ჩვენ ამ სახელმწიფო შვილები არა ვარ? ჩვენ განა არ ვიცავთ სახელმწიფო ინტერესებს. სამხედრო სავალდებულო სამსახურია ყველა ჩვენთაგანი მიდის და მსახურობს. სამომავლობელია ჩვენ ყოველთვის წინაპლანზე ვარ. სამუშაოა შრომის რესურსების შესრულება საგანმანათლებლო ყოველთვის წინაპლანზე ვარ. საგანმანათლებლო სისტემა არის ყოველთვის ვიხდით. სწავლა ჩვენ ბავშვებს ვზით ქართულენოვან სკოლებში და ავაღოთი რატომ უნდა იყოს ჩვენთან მაგალითად ამის შემდეგ ყურადღების მიქცევა ხელისუფლების მხრიდან. მე ახალ ხელისუფლებას კი არ ვადანაშაულებ და შესაძლებელია არც ველი ხელისუფლება იყოს იმდენად დანაშაული, რამდენადაც თვითონ ჩვენ ვართ დანაშაული, რომ წავედით, არ ვიცოდი ჩვენ მოგვეთხოვა ის სტატუსი სახელმწიფოსათვის, ჩვენ ვჭირდებოდით სახელმწიფოს. ჩვენ როგორც ის ხალხი და განათლებად მიღებული ხალხი არ მოგითხოვეთ მაშინ ის რაც ჩვენ გვეუბნებოდა და ეხლა დღეს მეუბნებიან თქვენ ხარ ჩასული ფიქრებულად. კი მაგრამ ჩავედი ფიქრებულად, ცხოვრობდი 15 წელიწადი. ეხლა ხომ ფიქრებულად არ წამოსულვარ. ეხლა ხომ გამოდევნილი ვარ. სახელმწიფო არ უნდა მოგწევდება ამ ხალხს. ჩვენ ხომ იმას არ ვითხოვთ რომ აჭარის რეგიონში რაღაც აცარცუნიანი შენობები დაგვირიგეთ და მოგვეცეთ სამოთახიანი ბინები და ფუქუნები შუაში ვიცხოვრობთ. არა. ეს პრობლემა არის იქ იმ რეგიონში, ეს ყველანი იცის. ამ პრობლემის მოვალება ერთ დღეს და ერთ დღეს ვერ გადაწყდება ხალხი. ეს ყველამ კარგად იცის და ჩვენ მთავრობის წარმომადგენლება ძალიან კარგად იციან. ყოველ დღეს უკვე მოდის და მოდის ბერძნობა და ბერძენი მოსახლეობა და უბრუნდება თავის ოჯახს. მისი ოჯახი იყო ის. სანამ ჩვენ შევისწრებდით, მანამდე მისი იყო და დარეგისტრირებულია და არის მისი. ამდენ ხანს ჩვენ იმას ოჯახებში მოვიყავით, მე მაგალითად პირადად მადლობას ვუწევ ხალხს, შეგვიპარეთ. მაგრამ ჩვენ არ ყოფილა ეს იყო იმ ხალხი. ის ხალხი ბრუნდება, მე არ ვიცი ახლა ეგ ამბობენ რომ არის ეკონომიკური კრიზისი. მალავდავანი ამბობენ რომ ჩამოვიდა პრეზიდენტი საქართველოს და მოგვეუბნა რომ ჩამოვდალით მოსცემთ უმაღლეს ქალაქებას და იცხოვრეთ ჩვენთან. შესაძლებელია ასეც მოხდა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს არ წარმოადგენს. მე ვიცი რომ მე გამოვასახლეს. ჩავედი და ვითხოვ უბრალოდ თავ შესაყვარს, რა. დროებით თავ შესაყვარს. რას ნიშნავს ეს? ქუჩაში რომ აღმოჩენი, არც იქ მაგ არაფერი და არც არაფერი არ მაქვს. ნუ დავაწყოთ და უბრალოდ ნორმალურად დავდგა ქვეშაგებელი და დავწყე. და პატარა საჭმელი ჩაი მაინც ავატყო და ადამიანი ვარ, ხო? აი ეს არ ხდება ჩვენ. იმდენი ვიბრძოლეთ რომ არაფერი არ გამოვიდა და გვიცხოს რომ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, მინისტრი ჩამოვიდა და დარახვედი და თქვა განვანახეთ უსახურის შენობა, ერთობლივად იმუშავეთ, ბატონ არჩილხაბაძეს უთხრა, განვანახეთ და დროებით შევაფაროთ ეს ხალხი. ხელისუფლება მაგალითად თავის შეიკავა, მე ამათ კი არ ვადანაშაულებ, შესაძლებელია მართლაც არ აქვს მათ კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ჩვენ გამოვნახეთ პატრონო ბავშვთა სახლი, რომელშიც შეიძლება 80-90 ოჯახი დროებით თითო ოთახში მოусვენოთ რა, დროებით. არა და არ იქნება ეს ვერ მოახერხებთ რომ გავხსნათ ოთახები და შევასახოთ ხალხი. ერთ შესასვლელი ფოიაში, ქალებიც, ბავშვებიც, მოხუცებიც და ჩვენც ერთად ვიზიარებთ. ეს რამოდენიმეჯერ ტელევიზიამ დააფიქსირა, ყველა ხედავს ამით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალოცვილო, წასასვლელი ვართ, გავიშვით ისეთ დროს, როცა იქნება წასვლის საშუალება. აქ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და დასვეს არცისი წაკითხი. თქვენ გეშველებათ იქ. ქალბატონმა არა აღნიშნეს და ბატონი ბადრიც ამას ბრძანებს და მე ბატონ ბადრისთან გადავალ შეკითხვით. მთავრობა თუ მუშაობს ამ თემაზე, რომ უზრუნველყოფს თუ არა დროებით თავშესაფარით მას, რომ არ იყვნენ ასეთ გაუსაცდელ მდგომარეობაში. უნებრივია რომ ეს პრობლემები რაც არის, თქო პასუხს პირველი შეტ თვით. აი კონკრეტებს და პასუხს თავობასაც. მე წავანაცვლი
იმ ურთიერთობის დროს უბრალოდ ვერ იქნა გამონახული კომპრომისი, თქვა რაზედაც შეიძლება შეთანხმება. ეხლა ბატონი მეუბნები ამბობს, რომ ჩვენ უყურადღებოდ ვართ მიტოვებული და უბრალოდ იძულებული გავხდით დავგაგინა შენობა. მე მინდა თქვა, რომ ერთი შენობა ყველას ვერ დაიდებს. იმდენად ისა, ну თქვა კორპორაცია ეს ერთი, მაგრამ მეორე არის ის არის უსაფრთხო სასწავლებელი, სადაც მათი ავეჯი, დიფთები რაღაც ინფრასტრუქტურა ის უბრალოდ მე არ ვამბობ, რომ განადგურდება რაღაც, მაგრამ გარკვეულწილად არის იმის რომ ის უბრალოდ არ იყოს ისე დაცული, როგორც თქვათ ასე. აქედან გამომდინარე, მე კონკრეტულ შემთხვევაში ის რომ ხარ თქვათ რაღაც კონკრეტულ შენობას გამონახავთ, ვერ გეკეთებთ, იმიტომ რომ უბრალოდ თავადაც ცდილობს რაღაც პრობლემები გადაწყვეტს, მაგრამ ის რომ ყველაზე ფაქტი იქნება გამონახული, ამის პირობას მე ნამდვილად ვერ მოცემ. მუშაობთ, ახლა თქვენ მოგეხსენებათ ბატონი პრემიერის საფეხურშია პირადად დაავადოთ განსაკუთრების მინისტრს, რომ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს. არის რაღაც მონახაზები იმისა, რომ თქვათ თანდათანობით გადაწყვეტა დაიწყოს პრობლემის, მაგრამ ამ ეტაპზე პრობლემა დგას და პრობლემა არის მოსკოვში ვერ ვხედავთ. კომისია შეიქმნა, როგორც ჩვენ ვიცით, აჭარის მთავრობა, წალკის გამგეობა და პოლიტიკური განსახილების სამინისტრომ შეიქმნა და რა შედეგი დადო ამის მუშაობამ, კომისიის მუშაობამ და კომისიის მუშაობის შესახებ გითხრათ. დიახ, კომისია შეიქმნა თქვენ ხელოვნებაში გვაქვთ, ჩვენი სამინისტრო წარმომადგენელი მინისტრის მოადგილეებს დადებოდა, იყო კალვადონიციანა, იყო თოთი და განსაკუთრებით სამინისტროს წარმომადგენელი, იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც მართლაც ადგილზე შეისწავლეს ყველა იმ პირის პრეტენზია, რომლებიც თქვათ დღეს ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. შედეგი დაიდო ის, რომ უბრალოდ თქვათ ადგილზე რა ვითარება და კონკრეტულ ოჯახს რა პრობლემები გააჩნია. ეხლა ისიცაა, რომ აგერ ბატონი მოლოდი ბრძანებდა მისი წასვლის ისტორიას, მაგრამ ყველა ოჯახის წასვლა ინდივიდუალური იყო წადება. ყველა ისეთი ყველა სამთო ისტორია გააჩნია და ეხლა ნამდვილად არის ოჯახები, რომლებიც მართლა თვითნებურად და რაღაც კარგული მიზეზები გამოვიდნენ იყვნენ წასული, მაგრამ ის ოჯახები, რომლებიც თქვათ სახელმწიფოს მიერ იქნა გადაყვანილი პროგრამული წესით, სახლების შესყიდვა და სახლებში ცხოვრება პრობლემა არ იყო ეს ასე დღემდე და ჩვენ ვიცით. თუმცა ბევრი ოჯახი დარჩა ქუჩაში გამო, რომ სახლების შესყიდვა არ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო. არის ეს მიზეზები და ახლა რაც შეეხება იმას, რომ თქვათ იქ გარკვეული რესურსი არსებობს, წავის მუნიციპალიტეტის არსებობს რესურსი, თქვათ სადაც შესაძლებელია სამინისტრომ თქვათ შეისრულოს ეს სახლები, მე ახლა ნამდვილად ვერ გავადასტურებ, თქვათ წავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობას, ნამდვილად რეალურია, თქვათ რამდენიმე იმაზე ათეულს ახსენებაგი, დანარჩენი ნახოთ, რომ ნამდვილად მუშაობს სამინისტროს, ჩვენი მთავრობას ყველანაირად ცდილობს აბსოლუტურად თქო დაბეჭდებით, რომ შუამდგომლობის მიმართულებით, თქვათ გარკვეული რეკომენდაციების მიმართულებით ყველანაირად ეს პრობლემა მოგვარდეს. და ძალიან ჩაგერჩი, თუ შეიძლება ჩაგერჩეთ. ბატონო, თქვენ ძალიან რომ ესე იგი იქ პრობლემა ადგილზე მოგვარება შეიძლება. მაგრამ მოდით ეხლა რეალობაში შევხედოთ. ჩვენ წავედით ამ შესავალებაზე აჭარის ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომ დაუბრუნებულიყავით იქიდან ის კაცი, ვინც დღეს მართავს წალკას, ის დროებით მაინც დაუყოფილებდა. ეს იყო ასეთი ვარიანტი. 80 ოჯახი დაბრუნდა უკან. ამ 10 დღის წინ. ჩავედით იქა. მივედით და მიმართეთ ის და მივევარდა მიწა, რომელიც ეხლა ჭირდება გლეხს. რომ გამოყვებოს პირუტყვი და სახლი, რომელიც სამთარია მოვალ და შეიკუთოს. ამ კაცმა განაცხადა შემდეგ, მე რაც შემიძლია გავაკეთებ იმას. და თქვა რა შემიძლია. მოდის ბერძენი გეუბნება გამოსახლებას, რომ მე თხოვ იმას და თუ ის აღმოჩნდება ჩემი ან ნათესავი და დავახაწრებ, შევაჩერებ დროებით. თუ არა, მე მისი სახლი როგორ უნდა მოხდეს და სწორიც არის. შემდეგ მიწასთან დაკავშირებით. მიწა გაყიდულია და აქ არენდატორს. მე რა შემიძლია, თუ სადმე იქნება, ესე იგი, თავისუფალი მიწა გადაგინაწილებ და მოხდა რა? სოფელი ავრამო ხანდათმაცი არის ის კარგად, რამოდენიმე ოჯახი მოსახლებულია და ეს სახსაც იტყობს და მიწას. არის სოფელი გუმბათი, მეზობელი სოფელი. დაბრუნდა სოფელი ავრამოს მოსახლეობა აქედან იქეთ, რომ დააკმაყოფილებდა მუნიციპალიტეტი. და სოფელი ავრამოს მოსახლეობა გამოიყვანეს სოფელი გუმბათის მოსახლეობის მიწაზე, გაუყვეს იმათ. მიწა და მოხდა რა შეჯახება ორი სოფლის. კაცი
15 წელიწადია სარგებლობდა იმას, ლეგალური იყო თუ არა ლეგალური სარგებლობდა და თავი გახონდა. ეხლა აიღეს და იქ გადაანაწილეს მეორე სოფელში და უფრო ვარეს მდგომარეობა შეიქმნა ერთმანეთს უზრუნველები დაუპირისპირდა. ფაქტურად მიწა არ არის. მანგალისში ჩამოდიან ხალხი ეხლა დღეისათვის და ცენავს წარკაში მასწავლებელები მანგალისში უცივას მოწელავს და აიტანს რა დაჯდებას მე კარგად მოგეხსენება. ამიტომ ეს პრობლემა მოუგვარებელია. მე ეს ყველაფერი ფიზიკა აღნიშნული იმ კაცმა რა შეგვიდა და რა თქვა, მაგრამ ეს საკითხი არ გადაწყდება ასე. ჩვენ შევთავაზეთ, ვთავაზობთ დღესაც. ვიც ვართ აქ. განაცხადა, არ შეიძლება ესე იგი სახელმწიფო საფრთხის დროებით შესვლა და შეიძლება კერძო ბერძენის საფრთხე შესვლა, ისე რომ ადევეგითო. ეს საგაუდენო მიწაა, ჩვენ ვიძებთ კრიმინალთან ადამიანებს. მეასწრებს ისე. ამიტომ მოდი შევთავაზეთ, გასულ. ეს პრობლემაა და შევთავაზეთ, ჩვენ უცხოები არ ვართ. დროებით თავშესაფარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ის არის უფუნქციო, დღეს არ ფუნქციონირებს. იქ რაც არის ჩამოწერილია. თუ გინდა ამას მე დავამტკიცებ, თვითონ ისინი ამტკიცებენ და თუ გინდა იყოს ახალი და კარგი, ხო? მე პირობას როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ იქ ერთი უბრალოდ კანონს გამიაჩინა სადაიგარგება. არის ხელწელის საფრთხე, თვითონ მე ჩავევლაღებ ყველაფერს, დროებით ალბათ 13 4 თვე თუ 5 თვე თუ სანამ არ მოგვარდება წარკაში პრობლემები მანამდე და იმას ჩავიბარებ და ისე როგორც ჩავიბარებ, ისე ჩავაბარებ სახელმწიფოს. აი ამას თავაზობ მე, თუ რომელსაც არ მახსოვებულად არის. თუმცა ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს არ არის გამოსავალი, ან გასაგებია ამ ადამიანებს დაგვქონდეს ძველი თავშესაფარი, მაგრამ ბატონო მელოდი და მეთანხმება, რომ იქ ძალიან ბევრი ოჯახია დარჩენილი, რომლებსაც თქვენი სიტყვით, ბაბუის სიტყვით არ წამოვიდნენ აჭარის მუნიციპალიტეტში, თუმცა ღიაცის ქვეშ არიან დარჩენილი. ეს საკითხი, რომ გადაწყდეს აჭარაში დროებით თავშესაფრის მიცემა, ალურეთის ბორცვას სახლში და ესე შემდეგ, ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ გამოსავალი, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოს ნაყიდ სახლებსაც კი აქვს პრობლემები გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანებს დაურეკავთ ჩემთვის და სხვა წარმომადგენლებისთვის, თუნდაც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებისთვის წალკის მუნიციპალიტეტიდან და ისინი აცხადებდნენ, რომ ბერძენი მოსახლეები მოდიოდნენ და მოქონდათ სასამართლოს მიერ გამოსახლების გამოსახლების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა ჩვენს მიერ გადამტვირთული ინფორმაციით აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიერ ნაყიდი სახლები, რომლებიც რეესტრის შეცდომის შედეგად ვერ იქნა გადაფორმებული. შესაბამისად, ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს ნაყიდი სახლებიდანაც კი ხდებოდა მოსახლეობის გამოსახლება და ეს შემდეგ, კიდევ უფრო მეტად ქმნიდა პანიკის და ქმნის დღემდე პანიკის და იმის შიშის საფუძველს, რომ ადამიანები შეიძლება რეალურად ღიაცის ქვეშ იყვნენ დარჩენილი. რაც მუნიციპალიტეტის გამგებელი მართალია აცხადებს, რომ ის მოახდენს ამის ვთქვათ პრევენციას და გამოსახლების ფაქტების შეჩერებას, მაგრამ საქმე როდესაც მიდგება და არის ამ გამოსახლების პრეცედენტი, ის რეალურად ვერ პოულობს გამოსავალს, იმიტომ რომ აღარ არისო დარჩენილი თავისუფალი სახლები, იმიტომ რომ ის ვერ გააღებს ვთქვათ ბერძენი მესაკუთრის სახლს და რეალურად ვერ შეასახლებს. ამიტომ ალბათ რა ვიცი, აჭარის მთავრობაც უნდა გახდეს ამ საკითხის ერთ-ერთი მიმტანი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ რეალურად უკანასკნელი 2 თვეა და იმედა და განსახლების სამინისტრო აცხადებს, რომ ის ეძებს გამოსავლის გზებს, მაგრამ რეალურად ზამთარი წინ არის და ამ გამოსავლის გზების ძიებაში შეიძლება ადამიანები საერთოდ ღიაცის ქვეშ არიან დარჩენილი და შეიძლება ადამიანები უბრალოდ ვერ იარსებონ, იმიტომ რომ თქვა თქვენ ამ შემთხვევაში ყოველთვის დროებით რაღაც გამოსავალი და სახელმწიფოს სახლში ცხოვრობთ, მაგრამ რეალურად ბევრი ოჯახი გამითანხმებით იმაში, რომ იქ არიან დარჩენილი და რომლებიც ელოდებიან სწრაფ და ადეკვატურ ქმედებებს ცენტრალური ხელისუფლებისგან. არ ვიცი, მე აჭარის მთავრობის როლს ვხედავ იმაში, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ საკითხის ლობირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ამ პრობლემების წინა პლანზე კიდევ ერთხელ წამოწევა, იმიტომ რომ რეალურად თითქმის 1 თვე გავიდა მას შემდეგ, აი თქვენ საუბრობდით სამუშაო ჯგუფზე, კომისია არ იყო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, დევნილთა განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლები, ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებდა ამ სამუშაო ჯგუფის მონიტორინგს უბრალოდ, მაგრამ ის იყო 1 თვის წინ რეალურად. მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისათვის, რათა ჩვენ გვენახა ადეკვატური პასუხი ხელისუფლებისა, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემებზე და ამ გამოწვევებზე პასუხს, როგორ რა გეგმა აქვს და ესე შემდეგ და
მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობ აქ მხოლოდ აჭარის მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია უნდა იყოს დაფიქსირებული ალბათ შემდეგაც ამას რომ მოამზადეთ სასურველი იქნება დემსა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლების ჩაერთონ იმიტომ რომ რეალურად მათი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების პრობლემის გადაწყვეტის საკითხში. ჩვენ ამ თემაზე ვამზადებთ სიუჟეტს, ბატონ არჩილ ხაბაძეს ვესაუბრეთ ამ თემაზე და გვითხრა რომ ამ სამინისტრო პოლიტიკა და განსახლების სამინისტრო ბათუმის მთავრობა მუშაობს და რამდენიმე ოჯახი უკვე ჩავიდა და წალკაში მიეცა თავშესაფარი, კიდევ მუშაობს, რადგან ბავშვთა სახლი უნდა განთავისუფლდეს და ბავშვებისთვის უნდა რეაბილიტაცია და ჩაუტარდეს და ბავშვებისთვის ამოქმედდეს და თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ოჯახი ჩავიდა წალკაში და რამ დრო როდესაც ყველა დაბრუნდება და დაკმაყოფილდება. მე გეტყვით რომ ჩვენ მაინც დამოუკიდებელი ვართ პოლიტიკა და სამინისტროს მიერ საკმაოდ განსხვავებას ვუყურებთ როგორ და მოძებნ განახორციელებს ამ პრობლემის საბოლოო მოგვარებას. თავრობა, ადგილობრივი მთავრობა ყველანაირად ცდილობს და მაქსიმალურად მართლაც ყოველდღიურ კონტაქტში უბრალოდ ეს პრობლემები გადაასვენებს. და სიმი რა ადამიანები ქუჩაში ცხოვრობენ არა მარტო თქვათ ფიზიკურად ძნელია და ამდენ ხანს ქუჩაში ყოფნა მორალური პრინციპების საკითხისა და აქედან გამომდინარე მაინც ველოდებით და დაბდობილი ვართ რომ პოლიტიკა და სამინისტრო საბოლოოდ მაინც მოგვარებს და გადაწყვეტავს ამ პრობლემას. ახლა გარკვეული ოჯახები ახლა არა ძალიან ბევრი, მაგრამ გარკვეული ოჯახები პრობლემა მოგვარდა მუნიციპალიტეტის წალკაში ეს რეგიონი ერთობლივი ხელშეწყობილება, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა მაინც არ შეიძლება არის და ფაქტია რომ საბოლოოდ ჯეჯორით ეს პრობლემა რა გადაწყვეტილია ვერ ხალხი გერგიდ უჯაში. თუმცა ბოდიშვილი მე დაწუნებული ვარ თანდათანობით ახლა უცებდნენ ვარდე მაგრამ თანდათანობით ესეთი ეტაპები თქვა გარკვეული რაღაც ზოგიერთი იმით მე დაწუნებული ვარ რომ საბოლოოდ შეიძლება ხო ის თუმცა აუცილებელი რომ დაიწყოს ამ პროგრამას თქვენ არც გაქვთ დემსა და განსახლების სამინისტროს პოზიციის შესახებ ინფორმაცია როგორ აპირებენ ან რითი აპირებენ დაწყებას ამ საკითხის იმიტომ რომ დეტალური შესწავლა არ მოხდა რა მოხდა მხოლოდ სოფლებში არსებული კონკრეტული სხვადასხვა ზოგადი პრობლემების უკეთრად კონკრეტული ზოგადი პრობლემის შესწავლა მაგრამ ეს არის ძალიან ზღვა სამუშაო ამ საკითხის შესწავლა და ამას დამატებული უკვე გამოსავლის გზების ძიება. და ფოტოშოპის იგეგმება რომ ისეთი კომპეტენტური კომისია უნდა შეიქმნას პროექტთან დაკავშირებით ეს უკვე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და სავარაუდოდ ალბათ ვარაუდობთ ვანდეს რომ ბატონ ბადრი აქ გზავდებოდა პოლიტიკა და განსახლების მინისტრი და ჩვენ ბატონ ხაბაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენ თვითონ შევთავაზეთ აი ჩვენი გრუპის წარმომადგენლობა აქ დროებით ერთმა ეს ხალხი მომლების ახალია თამარ პრობლემები არასდროს არ მოვალებულა იქ ის ხალხი ყოველდღიურად ისე უკან უნდა უყურავთ დღესასწაული და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ხალხი გავიდა სასაფლაოებზე და ამიტომ წავიდა იქ ვინც მიმართა მუნიციპალიტეტს თავისი გაჭირებისა და პრობლემების შესახებ ყველა დარჩა მოუვალებელი მე ამას დავადასტურებ ხალხი აფარცის სახეზე რაც შეეხება იმას რომ პრობლემა როგორ უნდა მოვარდეს ამ თუჩი მე თქვი და თქვენს პროგრამას ბრძანებ დღეს ეს საკითხი არ გადაწყდება და ვერ გადაწყდება ეს არის წყლების მიხედვით დაგროვილი დიდი პრობლემები ჩვენ ვარ ამის გარდა ქალბატონმა ძალიან კარგად ბრძანა ძალიან ბევრი ხალხია კიდე ჩვენს დღეში მაგრამ ჩვენ უკვე სახეზეა ჩვენ ჩამოსვლა აქ და ვართ ახლა ხო ვეს ჩვენ შევსთავაზეთ ბატონ იმას მინისტრს რომ ესე იგი აქ დროებით გაგვაჩერეთ ნორმალურად ადამიანურ თვალსაზრისით ჩვენ თვითონ წამოვართ იმ კომისიაში ჩავერთვებით და ჩვენ ერთობლივად ამ გასვლა ეს ძალიან კარგია მოვცეთ ლეგიტიმაციას იმის რომ თქვენ უკეთ ნამდვილ სტატუსით იყო ჩართული მაგრამ ეს დარჩა მხოლოდ სიტყვით იმის შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა არანაირი ძვლები არ ხდება ზამთარი მოდის კარგად ვიდანეთქვენ და ყველა კარგად იცით რა ხდება ზამთარში ძალოჩულო რა ვქნა საწაბით არც ერთი მხრიდან არ ხდება არანაირი არც მოკლება ხდება, არც შესწავლა ხდება, არც დახმარება ხდება, არანაირი დახმარებები არ ხდება. ის კაცი რა ქნას, ეხლა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ რა გააკეთოს. ამ ხელა ზღვა სამუშაო შესრულება ერთ კაცზე როგორ შეიძლება როცა თვითონ სახელმწიფო ვერ ერთვება ამ საქმეში.
ჩვენ აქ ჩამოსვლამდე გასავად მინდა თქვა, ჩვენ სანამ აჭარაში ჩავდივართ, 6 თვე ცენტრალურ ხელისუფლებაში ავაგებთ ყველაფერი. დაჟე ჩვენ იმიდა იმ მდგომარეობად, რომ საპატრიარქოშიც მივედით, უწმინდეს მივმართეთ. ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში, მაგრამ ყველამ შეგვიდა დახმარება, მაგრამ როცა მივიდა საქმეს და ყველა ჩიხში აღმოჩნდა. ეს ერთი წლის გასასწრაფი და ერთი წლის გასასწრაფი არის ბატონობაზე და ამიტომ დღეს ვობით კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ როგორც ადამიანებად ეთნოს მიმართა რა გულთან მივიტანოთ, გამიციეთ შუამდგომლობა თქვენ დღეს აქ აჭარის ხელისუფლებასთან. მე ვაჭკაცულ სიტყვას გაძლევთ. როცა იქნება დაბრუნების ვადა, ისე რომ იქ აღარ მოხდება ჩვენი ესე მიფუჩეჩება და სკანდალიკოსები დღეს აქ შეგვიყვალი შედგა. ნამდვილად დაფუძნება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ჩვენ სახელმწიფოს ვჭირდებით, ჩვენ ამას ვასწავლობთ. იმ დღეს ვეწავათ, მაგრამ მანამდე ჩვენ მაინც სამაგალითოდ ისტორიულად ერთხელ მაინც ვიღაცამ შემოხვედოს და თქვენი სახით თუ იქნება ეს რეკომენდაცია სახელმწიფოს ხელისუფლებასთან, ჩვენ დიდი ვალდებულები ვიქნებით და ერთის მინდა გითხრათ, ბატონო, მოდიშგებდით, ბატონო, თქვენი ციტალა და ძალიან გამოგოს აჭარის თავის თავმჯდომარე საქმეში აბსოლუტურად. ვინც ის უბრალოდ ჩავაყენეთ, ნამდვილად არავინ არ განწყობილი რომ ტრალან და იციან და მოიციან ამ განწყობით ნამდვილად არავინ არ არის უბრალოდ მე ვფიქრობ და ამბობ რომ მაინც რაღაც პრობლემებთან დაკავშირებული არის, მაგრამ საბოლოოდ მე ვფიქრობ რომ იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ რაღაც მაინც გადაწყვეტა, რომ ძლიერი რა სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ ძალიან ახლო პერიოდში დაიწყება და გადაწყვეტა. ყოველდღიურად ჩვენი ადგილობრივი მთავრობაც უნებრივად საქმის კურსშია ქვეყნის ხელისუფლებას, ასე რომ თქვენ არ იფიქროთ რომ ვიღაც ერთეული პიროვნებების იმედად ხარდარჩენს მთავრობა მართლაც საქმის კურსში და ყველანაირ ცდება რომ თქვენი პრობლემა მაგრამ ჯერჯერობით არ უჩანს საქმეს. ერთ შეკითხვას დაგისვენებთ. ინფორმაციის გადამოწმება მინდა, როგორც მთავრობა შემოგთავაზა 200 ლარი ბინის ქირა, ანუ რომ არ ყოფილიყავით ქუჩაში და იმბავშთა სახლში და თქვენ ვარითქვით. კი ბატონო, ეს ასე იყო და ზუსტად ასე. იმიტომ რომ ეს 200 ლარი იყო ერთი თვის საზღაური, რომ ვექირებინა, ან ვექირებია ბინები აქ. ჯერესის ალბათ რომ ეს არის მოკლედ როგორც ეს არის საკურორტო ზონა და 200 ლარს აქფინანს ვერამ ერასოს ვერიშოვის. შემდეგ ამისა ის 200 ლარი რომელიც ჩვენ შემოგთავაზა და დაახლოებით 25,000 ლარამდე იყო სახელმწიფოსათვის ის რომ არ დახარჯულიყო და უშუალოდ სიტყვაზე და ამას არანაირი შედეგი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ის იყო იმ თვეში და იმ შემდეგ 2 თვე გავიდა საკუთარ მათ ქუჩაში აღმოჩნდებოდით. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეს არანაირ დახმარებას არ წარმოადგენდა ჩვენთვის და ვარ უთხარით ამის გამო. ჩვენ მომთხოვეთ უბრალოდ თავშესაფარი უსახურ ბინაში, უსახურ სახლებში. იმიტომ რომ ეხლა ეს შეობა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არ ფუნქციონირებს. იქ არიან მოსამსახურეები, რომლებიც უბრალოდ მიდიან და მოდიან, იქ არაფერი არ აღდგება. რა იქნება იქ რომ ჩვენ დროებით გაგვეჭიროს რეკომენდაცია და არც სახელმწიფო იზარებს არც იმ თანხას და უფრო უკეთესი. ქალბატონია, თქვენ როგორ შეაფასებით ამ 200 ლარს და უარს პროტესტის მხრიდან და ერთ შეკითხვას დაგესმევთ კიდევ. მაგალითად, თქვენ როგორც ბათუმის მოქალაქე, თანახმახართ იმაზე თუ არა, რომ ეს ადამიანები, პროტესტანტები ჩვენი ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ წალკაში და სახლები ან აქ აეგოთ, ან დამოუკიდებლად და ორასთან დაკავშირებით მე როგორც ვთქვი, დევნილთა და განსახლების მინისტრის მიერ იყო შეთავაზებული 200 ლარი იმ ოჯახებზე, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, თუმცა დეტალურად ვთქვათ, რამდენ ოჯახს უნდა მისცემოდა ეს 200 ლარი, როგორ უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა, თან იყო ერთ თვეზე საუბარი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში უნდა წესით და რიგით წარდგეს მუნიციპალიტეტში უნდა მომხდარიყო შესწავლა დეტალური, ამას დამატებული შემდგომ ეს დეტალური შესწავლის შემდეგ ეს ადამიანები უკანონმდებლობები იყვნენ წალკაში, ანუ ყველა საკუთარ სახლებში. ლოგიკურად რომ მივყვეთ ამ მოვლენებს 200 ლარი ხარ სწორად თქვა რომ ბათუმში დანერტული იქნებოდა ამ ბინის შოვნა, თუმცა შეიძლებოდა ალბათ წალკაში, წალკის მუნიციპალიტეტში, თუმცა ეკომიგრანტებმა გადაწყვიტეს რომ ვარი თქვა ამ 200 ლარზე და შესაბამისად ვფიქრობ რომ სახელმწიფომ ვარის თქმის ან თანხმობის შემთხვევაში მაინც უნდა მოახდინა წალკის მუნიციპალიტეტის საკუთარი საქმიანობის განხორციელება, ანუ შესწავლა და ამ ადამიანების დაბრუნება საკუთარ სახლებში, რაც რეალურად არ მოხდა და შესაბამისად დანაშაულება ამ ადამიანებისა რომ არ მოახდინეს
ამ შემოთავაზებაზე თანხმობა და ამიტომ არიან ღიაცის ქვეშ ვფიქრობ არ არის ადეკვატური, იმიტომ რომ ერთი თვის განმავლობაში იყო საუბარი 200 ლარის გადახდაზე, ერთი თვე და უკვე მეორე თვე თავდება რეალურად ამ ამის შემდგომ მესამე თვე დაიწყო და შესაბამისად რა თუ სახელმწიფოს უნდა და ამ პრობლემის გადაწყვეტა შეეძლო ამ ადამიანების თანხმობისა და უარი შემთხვევაში მაინც გადაეწყვეტა ეს პრობლემა. რაც შეეხება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას, ვფიქრობ ეს არის აჭარის მთავრობის და ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუ როგორ მოახდენს ამ სარეზერვო ფონდების თუ თანხების მოძიებას. თუმცა პირველ რიგში ვფიქრობ ამ ადამიანებზე უნდა იყოს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან განსახლება მოხდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ და რეალურად ამ პრობლემებზე და ეკომიგრანტთა პრობლემებზე პასუხისმგებელი დღევანდელ ვითარებაში არის დევნილთა და განსახლების სამინისტრო, იმიტომ რომ მათ დებულობაში უწერიათ, რომ სტიქიის დაზარალებული ოჯახების განსახლება და შესახლების კომპეტენცია მათ განსახლების საკითხი მათ კომპეტენციაში. მადლობ და ბოლო შეკითხვას ვაკეთებ თქვენ და გისურვებთ ამ პირობებში რა შეგიძლიათ დაკრიტეთ ამ ადამიანებს თავრობის გეგმები თუ შეგიძლიათ რომ უთხრათ და დაახლოებით მაინც რა პერიოდში მოხდება მათი დაბრუნება ან წალკაში და საერთოდ საფრთხე ზონაში. პრინციპში კითხავს კონვენციის სუპერდრამატს თავრობად ამაზე მართლაც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს პროექტს და ცენტრალურ ხელისუფლებას მე ახლა კონკრეტიზაციის განმავლობაში შევიდეთ ვერ დავაყურე თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ უახლოეს პერიოდში ეს ძირითადი პრობლემების გადაწყვეტის გადადგმული იქნება ნაბიჯები და შესაბამისად იქნება მისი დასასრული. ეს არის რაც რომ მე ამ წუთში შეიძლება გითხრათ და სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ უახლოეს ხანში ჩვენ როცა ერთმანეთთან მოგვიწევს უკვე ლამაზ და კარგ დასასრულზე საუბარი ეს იქნება ჩვენი მიღწევა რომ პრობლემა გადაწყვეტილი ჩვენ ყველანაირად ვიზანახულობთ გვერდთან მხოლოდ ერთია რომ უნდა ვიცოდეთ რომ ხალხი ღიაცის ქვეშ არ დახას ეს უკვე შეუძლებელია და ჩვენ არანაირ რადიკალიზმებს არ მიმართავს არც მიმართავს ჩვენ მინდა რომ ნორმალურად ცივილიზებულად ჩვენმა ქვეყანამ მთავრობამ და ხელისუფლებამ გადმოხვედოს დროებით მაინც რომ გავჩერდეთ იმდენს ამდენს შეიძლება ეს არის ამას მოიწოდა ეს არის მართლებული და იმის შემდეგ თუ მთავრობა იქნება სახელმწიფო კეთილინება და ხელისუფლების კეთილინება და დაიწყებს მუშაობას ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და დიდი დრო იქნება მაგრამ მოუგვარებელი არაფერი არ არის. დიდი მადლობა ქალბატონისა და ბატონბატონი ჩვენი თავშენობები ამ პრობლემაზე და ეკომიგრანტების თემაზე ჩვენ ამზადეთ სიუჟეტს და მაყურებელს შეიძლება რომ თვალი ადენოს ბატონი არჩხაბაძის პოზიციასაც მოусვენთ. ეს იყო გადაცემა შეუზღუდავი სივრცე, მე მის წამყვანი ვიყავი, სალმო პარაძე, კარგად სანდები.